სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, შეცვლის თუ არა ოთარ ფარცხალაძის ბრალდების ნაწილში რაიმე ირაკლი უსოიანის მცირე გამოკითხვის ოქმი პირველების ინფორმაციით მტკიცებულება, რომლის დართვასაც დღეს ადვოკატი მოითხოვს, არის შემდეგი შინაარსის, რომ დედ ჰასანის ოჯახი და მისი დანაბარების თანახმად არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ შურისძიებაზე ამბობენ უარს. არა და გამოძიების ვერსიით სწორედ ირაკლი უსოიანი იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც დაუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა და სწორედ მას დაეხმარა უკვე ორგანიზებაში ოთარ რომანოვ ფარცხალაძე საკუთარი დაჯგუფების წევრებით. ეს არის მტკიცებულების ერთი ნაწილი, რომელზეც საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა რუსეთში, თუმცა ეს არ არის ერთადერთი. ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებმა ინფორმაცია გამოითხოვეს რუსული გამოძიებიდან და ამ ინფორმაციის დართვასაც მოითხოვენ დღეს ამ სისხლის სამართლის საქმეზე. ამ შემთხვევაში საუბარია იმ გამოძიებაზე, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს ამ საქმის ორი მთავარი მოწმის წინააღმდეგ, ესენი არიან ნარცისოვა და მიკულსკი, ორი პირი, რომელმაც ფარცხალაძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და პირდაპირ თქვეს, რომ ლევან ჯანგველაძისგან იცოდნენ, რომ ის ფარცხალაძისგან ელოდებოდა თავდასხმას, იყო ყოველთვის ფრთხილად ფარცხალაძისგან მომავალი საფრთხის გამო. სწორედ ფარცხალაძემ რუსეთში მიმართა საგამოძიებო უწყებას, რომ ამ ორმა ადამიანმა მისცა სრულ ჩვენება და სწორედ ამის გამო არის გამოძიება დაწყებული. ეს ინფორმაცია გამოითხოვა ასევე ადვოკატმა და მოითხოვს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმეს დაერთოს. ადვოკატი ასევე არ გამორიცხავს, რომ უკვე შემდგომში, როდესაც ამ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება, დააყენოს შუამდგომლობა და ოთარ რომანოვ ფარცხალაძის დისტანციურად ჩართვაც მოითხოვოს. ყველა ის მოწმის ჩვენება, წერილობითი მტკიცებულებები, დამატებით გამოთხოვილი იქნა ოთარ რომანოვ ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები, გამოთხოვილი იქნა მის მობილურ ტელეფონზე დეტალური ინფორმაცია, დათვალიერებულია და საქმეშიც არის წარმოდგენილი. ვფიქრობთ, რომ ეს მტკიცებულებები და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის იმ საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ დადგება გამომთხოვნებელი განაჩენი. კონკრეტულ მტკიცებულებებს ახლა ბრალდების მხარე არ შეაფასებს, ყველა მტკიცებულება შეფასდება აბსოლუტურად დეტალურად საქმეზე არსებითი განხილვის. ბრალდების მხარეს, დაცვის მხარემ გაუცვალა რიგი მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეთა ჩვენებები, ასევე გარკვეულწილად კომპიუტერული მონაცემი. ეს მტკიცებულებები არაფერს არ ადასტურებს, პირდაპირ გეტყვით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კანონის არსებითი დარღვევით აქვს ყველა ეს მტკიცებულება მოპოვებული, ბრალდების მხარე მოითხოვს დაცვის მხარის მტკიცებულებების, რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად. გულწრფელად უთანაგზნობ ჯანგველაძეების ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, თუმცა ნამდვილი დამნაშავეების მოძიება და მათ პასუხისმგებლობაში მიცემა ეს უნდა იყოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე. თეთრი ძაფით შეკერილი სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტია, რომ სამართლებრივი მტკიცებულებები არის ნულის ტორი. ბრალდების ოქროს მოწმეები არიან ეგრეთ წოდებული ცრუ მოწმეები, მათ მიმართ კომპეტენტური ორგანოების მხრიდან დაიწყო სისხლისამართლებრივი დევნა. რუსულ გამოძიებას გულისხმობთ. დიახ, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ცალსახად დასტურდება, რომ ოთარის ბრალეულობა აღნიშნულ სისხლისამართლის საქმესთან არის ფაქტიურად მათ შორის უსოიანის ჩვენებით. ყველა იმ ინფორმაციით, რომელიც დაცვის მხარემ მოიპოვა. ოთარს აქვს სურვილი მონაწილეობის პროცესში ჩართვას ხომ არ მოითხოვთ მაგალითად დისტანციურად. ყველა სამართლებრივი ზომა იქნება მიღებული ამასთან ეკავშირებით. მოითხოვთ იმასაც, რომ ჩაერთო. არც ის არის, რა თქმა უნდა, არც ის არის გამორიცხული, თუმცა ამას თავისი ეტაპი და პროცესი გააჩნია. რუსეთში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ადვოკატის მხრიდან პროკურორის განმარტებით არის პროცედურული დარღვევებით წარმოებული, სწორედ ამიტომ ისინი დღეს მოითხოვენ სასამართლო პროცესზე, რომ ის მტკიცებულებები, რომლის დართვასაც დაცვის მხარე მოითხოვს, არ დაერთოს საქმეს. თავის მხრივ პროკურატურას წარმოდგენილი აქვს არაერთი დამატებითი მტკიცებულება ფარცხალაძის წინააღმდეგ და როგორც მათ პროცესის დაწყებამდე განმარტეს, ესენი არის მათ შორის საბანკო ამონაწერები ოთარ ფარცხალაძის, რაც მის გადარიცხვებს ამტკიცებს სავარაუდოდ ამ საქმის სხვა ფიგურანტებთან და ასევე სატელეფონო ამონაწერები, რაც სავარაუდოდ დაადასტურებს იმას, რომ ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს აქტიური კავშირი ჰქონდა მისი დაჯგუფების წევრებთან, რომლებიც უკვე მსჯავრდებული სტატუსის მქონე არიან ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში.